უცნაური განახლება ავსტრალიიდან შოკის მომგრელ საქმეში, რომელშიც სიდნეის 2 მედდა გადაიღეს, როგორ ავრცელებდნენ ანტისემიტურ სიძულვილს. ვიდეო ჩატში საუბრისას ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ ურჩევნია ისრაელი პაციენტები მოკლას, ვიდრე მათ მკურნალობა მოუწიოს. ეს იყო მხოლოდ ნაწილი გასული წლის თებერვალში გამართული საუბრისა, რომელშიც მონაწილეობდნენ 28 წლის ახმად ნადირი და 27 წლის სარა აბულებდე, რომლებიც ვიდეო საიტ chat-roulette-ზე გადაიღეს. 2 მედდა დააკავშირეს ისრაელ კონტენტ კრეატორ მაქს ფაიფერთან. მათ უთხრეს, რომ მუშაობდნენ ბანკსტაუნის საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც ფაიფერმა გამოაქვეყნა სავარაუდო ვიდეო, 2 მედდა 2 წლით ჩამოაშორეს სამსახურს. ეხლა ავსტრალიელმა მოსამართლემ დაადგინა, რომ ვიდეო მასალა ვერ იქნება წარდგენილი წეცებულებად სასამართლოში, მას შემდეგ, რაც მათი ადვოკატი ამტკიცებდა, რომ მათი თანხმობის გარეშე გადაღება იყო მათი პირადი. ასე რომ ყველაფრის გასაშიფრად კორესპონდენტი ჯო ბრაუნი სტუდიაშია. ანუ პრობლემა ის არ არის, რომ 2 მედდა განიხილავს, როგორ ურჩევნიათ ისრაელი პაციენტის მოკლა, ვიდრე მისი მკურნალობა. პრობლემა ეხება პირადი ცხოვრების უფლებებს, ვიდეო ჩატის ხაზზე, ვიდეოს გადაღების თვალსაზრისით. მოგვიყევი მეტი. რა ხდება? იმისთვის, რომ დავამატო იმას, რასაც შენ ამბობ, საქმე მხოლოდ იმაში არ იყო, რომ თქვეს ისრაელი პაციენტებს მოკლავდნენ, მათ რეალურად თქვეს, რომ უკვე მოკლეს ისრაელი პაციენტები. და მიზეზი, რის გამოც ეს სასამართლოში არ მიიღეს, არის ის კანონი, რომელიც იქნა მიღებული მანამდე, სანამ ინტერნეტი იქცეოდა იმ ძალად, რაც დღეს არის, და ადვოკატებმა შეძლეს ამის манипуლირება. ეს იყო ახალი სამხრეთ უელსის სათვალთვალო მოწყობილობების შესახებ კანონი 2007 წლის. და ეს ნიშნავდა, რომ ეს იყო რეგულირების გრძნობა ნებისმიერი სახის სათვალთვალო მოწყობილობისთვის. ანუ ეს არის კამერები, ან ნებისმიერი აუდიო ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც მიღებულია ვინმეს თანხმობის გარეშე. ამის გაკეთება ისეთ ვებგვერდზე, როგორიცაა chat-roulette, ცოტა ბუნდოვანი საკითხია, მაგრამ იურისტებმა შეძლეს მოსამართლის დარწმუნება, მოსამართლემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან ეს ვიდეო უარყო, იყო ის, რომ ეს ვიდეო ტრადიციულ მედიაში იმდენჯერ გავრცელდა. ეხლა როცა ამდენ ადამიანამდე მივიდა, ეს შეიძლება ჟიურის წევრების შეხედულება შეცვალოს და სასამართლო პროცესი არაობიექტური დახადოს. მაგრამ ასევე არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომელთა შესახებაც მან სასამართლოს განჩინების გამო არ ისაუბრა. სასამართლო პროცესი აგვისტოს ბოლოს ტარდება. ასე რომ ჩვენ ველოდებით, რომ ამის შესახებ გავიგოთ. მაგრამ სასამართლო პროცესი ამ ვიდეოზეა დამოკიდებული, რომელსაც ეკრანზე ხედავთ. შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ აკეთებს ის ბიჭი ყელის გადაჭრის ჟესტს. ეს სასამართლოში ნაჩვენები არ იქნება. ერთადერთი დამამშვიდებელი ფაქტორი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკიცებულება სასამართლოში დაუშვებელია, მათ ახალი სამხრეთ უელსში მედიცინის პრაქტიკის უფლება აუგზავნეს. და რადგან მათ აუცილებლად არ უწევთ იმ კაცრი კანონების დაცვა, რომლებიც არსებობს, ამას უფრო სამოქალაქო პროცესში აკეთებენ. და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი სამხრეთ უელსში პაციენტების მკურნალობის აკრძალვა გაუუქმდეთ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ისინი კამერაზე არიან, აშკარად ამბობენ ამ ყველაფერს. ამას სრულიად დაუფარავად ამბობენ. გაუგებარია, რომ ეს სასამართლოში არ მიიღება. ეს უბრალოდ გაუგებარია. და ჩნდება კითხვა, რას ნიშნავს ეს ისრაელი კონტენტ კრეატორისთვის, რომელიც ამ ჩათის ნაწილია, როდესაც აგვისტოში სასამართლო პროცესი გაიმართება. მან უკვე ვიდეო კავშირის საშუალებით ისაუბრა სასამართლოში და წარადგინა თავისი საწყისი განცხადებები. არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს შეიძლება მტკიცებულებად მიიღონ, თუ მას თავად წარადგენს, რადგან სწორედ მან შეძლო ვიდეოს მოპოვება. მაგრამ ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, მოხდება თუ არა ეს, ან უკვე ძალიან გვიანია ამისთვის, რადგან დარწმუნებული ვარ, მას იმედი ჰქონდა, რომ ეს მტკიცებულება სასამართლოში იქნებოდა წარდგენილი. ეს საქმე თითქოს მარტივი და ნათელი. გაქვთ ვიდეო, სადაც ვიღაცა ამბობს, რომ მე ისრაელები ჯაჰანამში ჯოჯოხეთში გავგზავნე. და არ მესმის, როგორ შეიძლება უფრო აშკარა იყო შენი ანტისემიტიზმი და ეს მხოლოდ ანტისემიტიზმი კი არა, არამედ სამედიცინო პრაქტიკის ჩავარდნაც. მათ ფიცი დადეს, რომ დაიცავენ ყველას, მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებების, რელიგიისა თუ რასის. და ისინი ამაყობენ იმით, რომ ამას არ აკეთებენ, თუნდაც ეს ხუმრობით იყოს ნათქვამი, რაც შესაძლებელია და ალბათ ასე იმართლებდნენ თავს. თუნდაც ასე იყოს ნათქვამი, ის ფაქტი, რომ ამას ამბობენ, New South Wales-ის მოსახლეობის ნდობის აშკარად არღვევა და მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ როგორმე სამართლიანობა აღსრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიდეო, რომელიც ძალიან მამხილებელი მტკიცებულებაა, სასამართლოში არ იქნება გამოყენებული, ესენი უბრალოდ ადამიანები არ არიან, როგორც თქვენ ამბობთ, კორესპონდენტო ჯო ბრაუნი. ესენი არიან მედდები, რომლებსაც ჩვენ ვუყურებთ. გმადლობთ.